გამარჯობათ მეგობრებო, ეს არის Forbidden-ი და დღეს ჩვენთან იქნება დიტო კაპანაძე, იგივე დიტო ყოტ, მისამე კაპან. რავი დღეს როგორც იცით დაიმატა ახალი ზონები, ასე ვთქვათ, ლეგენდა. რავი ჩემ აზრს გამოვხატა ამ ლეგენდასთან დაკავშირებით. მომეწონა ლეგენდას ის რომ უსასრულობა ისა რა ქვია ლეველებზე რო გადადიხარ გაძლევს ფულს, მაგრამ ის არ მომეწონა რომ უსასრულოა. მე მეგონა რომ გააკეთებდი ის ლეგენდას რაღაც 20-მდე ან უფრო მეტს, როდესაც იქნებოდი ბოლო ლეველი. და ბოლო ლეველზე რო ყოფილიყავი, მაგას უფრო მაგარი მუღამი იქნებოდა ვიდრე იმას. რა ვიცი, ეს ჩემი აზრია და სხვისი აზრია, მე არ ვიცი. არა, რა ახლა იცი უყურე მოსაბეზრებელი ვარ გავხდარიყო სუსიმის ეყოფნა გააკეთეს უსასრულო ლეველები. ეხლა ვერ ზოგი სიმუსის მერე იმდენი ხანი თამაშობდა რომ 10 ჯერ გადავდოდა სიმუსზე იმდენი ხანი. ხო რა, იმდენი ხანი ხო კაჩავდა. სასრულო ვარ ყოფილიყო კიდე რა ვიცი, მარკულებს ყვილა დაკარგავდა, იმ კრისტალისაც არ ვიცი და იმ კრისტალებად კიდე შეიძლება ფულ გარაჟი. ხო, დავი, ვიდეო ეხლა გაუდა უნდა მოვიგოთ, დავი. შევთხმაზე პოლიცი პრობლემები ამას ვაღ ერთამ რაღაცას მოვირბინე მოვედი. ანა ისე ხუთმეტი და ედია მოვიდეთ და მოგეწონება ეს ტესტი რა. ხო, რავი, მაინც ტესტ let's play ამას დავარქმევ, როგორც რავი, ჩემ პონჩი დავარქმევ ტესტ let's plays, იმიტომ რომ ჩემი პირველი let's play-ა. რავი, მგონი კაი უნდა გამოვიდეს. ნუ გრაფიკების და ხარისხის მიხედვითაც კაი გამოადა, ნუ ეხა თამაშიც როგორ შემოთავაზებ თამაში ეგ არის. თამაში ხო, აი იქ მაგარი ნარტას ასწავლე, ბაზარი არა, მე ვთმა რა. 7 შეზემის თამაში, იმიტომ რომ შეზია შექმნილი და ერთ წას რა ჩვეულებრივი თამაშის დროს რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს. გონიხდებით რა, მაგრამ მაინც კაი ისედაც კაი სასწავლია მასე, მაგრამ ხო, აი ჩვენს გნახე ეს დანილე რაღაცა, ორ კაცსა გალაგული, რომელიც ათამაშებს. რავი, სხვა ჩვეულებრივია. კი, ვაფშე არაფერი არ ლაგავს, არაფერი ჩვეულებრივად მიდის ვიდეო საკაიფოდ. აია ის კი რომ ყავს რესა ლამაზი უხდება ნამბერჯექს, საერთოდ ყველას მისწვილი ვიდეოს აუყენია ნამბერჯექი ფერი. ნუ ეხა უკვე ფერი დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რომ დასვენი მაინც არის შემოტანილი კაი ხანია, მაგრამ აზარია. სილამაზი და კრეატივის ბიჭო, პროსტო ეხლა აი რელსაზე რა მომეწონა ეხლა, აი ამას ახალ აპდეიტის იმაზე გეტყვი რომ რელსაზე მე რა მომეწონა. რელსაზე მომეწონა რომ აი რესპზე არის ძალიან მაგარი რა, აი მე რესპზე რესპზე რა მომეწონა, ისი რამდენი კაცი წარმაიგეს ყველას ერთნაირად ვაკეთებს, აი მომეწონა რესპზე. ხო, აი ბაზარი მაგარია, პროსტო მე ის რა მომეწონა რელსაში, ეხლა ხო შემოიტანეს new balance, მაგრამ დო ბალანსად ხო ეძახიან და მე ამ დო ბალანსზე new balance არის, ისი რა ყოდია new balance არის, სხვა რა new balance-ის დროს აუქმებს ყველა კაცს, აუქმებს რა ყველაფერს უყიდის რაც მიგარაში აქვს და ამერიკასთან გადაყილი იმას უბრუნებს და პროსტა ბალანსის დროს, ნულების ბალანსის დროს ხდება, ნულების დაბალანსება და იარაღების კი არა და ტანკებისთან ერთ სიტყვით კაპან მოდი ამას დავარქვათ ჩვენ დო ბალანსი და დო ბალანსის მიხედვით მე მომეწონა რელსა, იმიტომ რომ რესპზე არის ძალიან მაგარი, იმას ასტავს ულის. აი რესპზე, აი მაგალითად ეხლა მე რო საილენსი გადამიღო, ძალიან რელსათი ძალიან მაგრა დავიჭერდი, რესპს თავებს ვატყნევინებდი იმენ. იცი რა კონტი არის? ფრიზი მომეწონა მე ყველაზე ძალიან ეგააზიერეს რა. ხო და ზუსტად ფრიზი ვიკინგი ემოთხევინა და უსვა ეხლა. პირველი დარტყმის დროს ან ფრის არავინ არ ხოვდა ადრე, იმიტომ რომ რავი დიდ შედეგს ვერ აკეთებდა. ფირებიდან ნახევარდენის ვერ აკლებდა, როცა უკვე ფირების დაბრები იყავდა. ეხლა რომ რაღაცა იცი? პირველი დარტყმის დროს რო სულ ვერ გაყინა, ხო თავიდან გაკლებს მაგარდენი, სადაც 20%-ამდე რა. ოხ შენი ავაცილე ეს რიკოშეტი გონაცლი. ავტომატი კარგია რა. მინაზეც ავწია რიკოშეტი. იგივე ყველა ის როგორი ახლა აი როგორი ახლა ისი ყველა ახლა ძალიან მაგარი რა. ბიჭო ეხლა რავი ჩემ ვიკინგზე ჩემ აზრს გეტყვი რა. ერთ სიტყვით ვიკინგიც როგორი პონტი გახდა, აი ჰანთერსა და ვიკინგ შუაში რო დააყენო რაღაცა, ეგეთი პონტი გახდა. რა ეს ვიკინგი თითქოს თავიდან როგორც არ ვიკინგზე რავი არაფერს ეწვია, უბრალოდ ცოტა სისწრაფე მოემატა გონი. სისწრაფე და სიცოცხლე დააკლდა, რო იცოდე რა მაინც. ო სიცოცხლე ეხა სისწრაფე მაინც ტანკებზე აუცილებელი იყო, იმიტომ რომ ფრიზი ისე გააძლიერეს, რომ ადრინზე გაჩერეს, ვერ დადიხარ უბრალოდ. დაჟე რო გაყინავი, ისი რა პონტი არის, რო გაყინავი ხო, მეორე ხერხს გაყინული დავდგა. ისეთი პონტია თავიდან ნელა იწყებს არის. ხო, ეგ მაგარი მოგება გააკეთეს, ოპა. ოპა, ეხლა მას უყურე და ოპა, მინაზე რა კონჩი არ აიწე გაულაგა. კაპან კაპანაძე მგონი ლაგი იყო მოიცადეთ. კაპან
კაი, კაპანა მიკროკატშა, ბაზარი არა. ეხლა მეულაპარაკებ. დავაი წეპასანი, მეულაპარაკობ. ვიღაცა მინდა დამიდო და წავიდო. ვინები შემოვიდნენ? ეს ხელი ბაზარი არა, წაგებული გვაქვს, მაგრამ let's play კარგი უნდა გამოვიდეს რა. და უნდა ეხლა AOS Hornet Fire bird ემორებია, ისეთ პონტია რა, ცოტა ტეხავს. 450 Hornet Fire bird-ი. მეორე let's play შემოგთავაზეთ ჩემი მულტით, რომელსაც ქვია აი Good of Tank-ი. ძალიან მაგარი ტანკია რა. და ის რა ქვია. ეხლა გო და კაპანაძე შენი ვიდეო ის ნახე რომ რაღაც მარტინ ლუთერ კინგი თუ ვიღაცა ფოტო დადე 1000 ნახვაზე ავიდა ხო? დავაი მოდის მერლი ლეპო თერგომოდაუზე 2000-ზე მეტი ნახო 2700-მდე ეგრე დავაი აუ ძალიან პატარა let's play გამოვა მაგრამ კაპან ფიქრობ მეორე ტურიც ხوار მივაბათ რამე იყოს პროსტო შემოწახვიდებელი ზევითა იყო მედი იყო ბაზარი არა პროსტო ბლური მასალო რა დაგაჩქები გაქვს აიგე ანუ რამეჭი აღამეწია დაგაჩქება და ან ის ახალი ტური თუ ნახეთ მეგობრებო მის არის საგინახო ძალიან მაგარი ტურია ძალიან ამალი ტურია და ვისაც გითაჩა ფასიფის იმას და ისი გიჩექო თამაშობს ნამდვილად არიანეთ ნუ ყოველ შემთხვევაში მე ძალიან მომეწონა და ეს არა ნახოთ მაგარი ველოსები და როგორ მიხიანა ტარგეტი ძალიან მაგარია მაგრამ ეს ახალი მაპინას გასაკუთრებულად მომეწონა და ჯერჯერობით შევუმაგრეთ ეს გადავიდე და რა ვიცი მეdia მოესწონება ხალხს გოლდი რაიცა საფთან არა თუმცა სახზეა ეგ კაი ძმა სპასიბო რა თუ მინდა შემისწია პრობლემა კი არა აი აგერდამს მოდი ჩაგიფანტომდები რა კაპან მოდი არა მე მოასწრე გადასწრებას და აგადაშნის მიღაცაში აგადაშნის და მე უნდა გაშენო არა გამაჩს გამოდი აგადაშნის კაი გამაჩ რა ვიცი დადეთ და ჯობსებდე რა ვაფშე თავზე რომ არა არ დამოუშვა ვაფშე გამატარი არ დამოუშვა ხაიწი იზავა შენია სპასიბო მიდი კაპან აუ დიქტატორს უყურე მინა გადახი აზრი არ ქონდა ვერ მოასწრები დიქტატორი დაგასწრე დაიგრევე ჩავუწინდა დიქტატორი აუ გაკლიშა ოპა ყოველ შემთხვევაში დიდი შანსი ქონდა გოლსადებს მაგრამ დიქტატორს მაინც ხო შემოვაფრინდა თავზე აზრი ბაზაზორს მიურათო და დავაზა ჩავდეგოთ საბამდული კონგრესი ნახოთ ესე თამაშები ესე შეგაგიძები ოპა მომც გავარტყი მალე დამთავრდება თამაში რა ვიცი და აი ხა ვიდეოს აი ძალიან ლამაზი ფერები ექნება ბლურები და შემდეგ და ეს მასალა არა მაჩაიძე let's play ბლური არასოდეს არა და მიხონე ნუ ძალიან პატარა ბლური შეიძლება იცი ადიეში აი თვითონ ლეველის და იმის ადიეში აღარ იმენა ძალიან კეთილი ბლური უნდა გიგოს და ფერების კოლექცია უნდა დაადო სამთისფერთან შეხამები ცოტა ნაცისტერი ფერი უნდა იყოს რა ცოტა რა მოცისფერი შენ ხო და ეხლა რა მინდა რომ გითხრა შენ ჩანალს ხო დადებ ეხლა მე რაც აი ჩემ ვიდეოზე ეხლა რო გავაკეთებ ჩემ ვიდეოზე აი ეხლა პროსტო ხო დაიდება ეს ვიდეო და ლამაზ ფერები რო იქნება კაპანაძე აუცილებლად დადებს როგორ გავაკეთოთ ეს რა ხო დადებ უეჭვენ არა შენ მასტერებს არის თუ ისე პროსტო დახმარება უნდა ვიდეს ეხმარები ხოლმე მაგრამ საერთოდ რა ვერ მაიქცის იდეას მაგისტრატები Ota ezarებას რა YouTube-ზე ჩაწერა თორე არაფერი არა ჩაწერე YouTube-ში სონერა ტუტორიალს მაგალითად ნებისმიერი შეიძლება gameplay-ები და თამაშების არ იყოს მაგრამ ისეთ ეფექტებს სწავლეთ რასაც გამოვიყენეთ მე თავად ედიტირების დროს როცა არის დასაკეთე აი ეხლა შეგვიძლია ამოქაჩვა ადვილად შეგვიძლია მაგრამ ისეთი კონტი არის რომ დავდეთ თუ არა ეგრევე დაგუტრიალებს რომ არ იმას განარავი და რა ყველაფერს დავი რა
უნაგაცად ეხა ნარო, მაგრამ აზრი არა. მეც ნარო, მეთქი ხლა გადამოსვა, ჰელი მეთქი გამნარავით გარ ვერ გამნა. ვიცი, просто танკიში ამაგარი ანიმაციებია ეს კაცი. ხოდა ხირისა რო გაიგიალე თავ, რატო ხო ჩაითავ და რაღაც ყანი ზოლი დასკანილეს გადაგდის და მოგის და გევატებ ხალხს. გოლდი კიდე. მეორე გოლდი სულთან არ არის და აი აქ ამოსახტომს შემისვალ. სად არის? ტოჩკიდან ამოსახტომზე, აი იმენა ეგრევე. აქ არის მან შესმარგის, აგიც შესმოსე, ვასწავ რაშალიშე. ჩავხე ხოსტა ყოლი დავდოს. რა ვიცი ეცადოთ, მე იქნე მოვიდო. ვასწავ სამისო, რა ძინურა. აი მე ვიცი ხარ გულმა შევახტე ვიღაც საკთავზე უეჭვი უნდა შევახტე. დავაი. აი, ეხლა შეხედე. აიცა. მიდი. არა, ვაი. How master chef მაიღო, კაი. ხო. არც მე რა. ეხლა просто ვიკინგის მუღამი მქონდა ამ ლოცფლეში და მაგიტომ იყენია, თორე. გამინა ხიანერად გამაზე. თავი დავიცა, ბიჭი, და უცი დიქტატორმა და გამიჩინა. აი ისა მაგიტომაა დებილობა დიქტატორი, მაგრამ მე ენა ბოლდი ჩეთია, თო როცა იყოს შემთხვევით გავუვარ, ბოლდი ჩავუწევ, რა შეიძლება. აი ბიჭო ისე რა. ის რა ქვია, მე ის აი მაგას შენ მოუწოდა დიქტატორი რა ვიცი. მე რომ ინგლისური კარგად ვიცოდე რაღაც ბევრი რაღაცეები, აუცილებლად მივწერდი ჩატის მოდერაციის, მაგრამ მე რომ ემოთხი ყავს დიქტატორი მაგის პონჩი არ მივწერდი რა მაინც რა. იმიტომ რომ ემოთხი დიქტატორი ყავს ძალიან მაგრა იკაჭება რა. ძალიან მაგრა. დიქტატორი კი არა, просто ბევრი გუწერა და გუში ჩორო შეიძლება დიქტატორს აახე, უბრალოდ გაზია ისე მე ვთქვი. მანდი ხან ნებისმიერ სხვა ტაგი ყოფილიყო, ჩემი იყო, უბრალოდ არ შეხებია გულ საქმე ნადაშია. დამიცა და გადამიფრინა თავზე და იმას ჩაუთვალა. აი გარი მე ყველაზე ვილობა. აი ხა მე დიქტატორი ყოფილიყავი დიქტატორი. თავზე ვესამაშლებოდა სხვა ტანკი. იმიტომ რომ ამ ხოლმე შექიზებიდან და. უტანსი ხარ როგორ და მithmedes არ ჩაუშვე. არა, ამ let's play-ს უეჭვნა და უკვე დიქტატორი რაღაც ისეთი უნდა დავაქვე amazing-ური რა. ეხლა დიქტატორმა აიღო გოლი, ეხლა დიქტატორმა. ნუ ბიჭო მარტივია უბრალოდ გოლის აღება რა შეიძლება რომ დაგეკოს და დაგესის თავზე და ვერავინ ვერ დაგახეს. იმდენად მაღალია ძნელია თავზე შეძომა რა ხო ხვდები? აი კონტია რა ეხლა ეს ხელი წავაგეთ ყველანაირად. მოგება ჩავაგდა შეგვიძლია უბრალოდ ჩემიანები გოლზე გარბოდნენ. მე კონტი დავდე, მაგრამ ნუ შემეშინდა რომ მე დამაყენე. არა მე ერთხელ მე პირველ გოლზე დავდე პოინტი. მეორეზე ვერ არ მოგაწყვეტ და გეტყვი რომ არ დამიდე მეორეზე მე. მეორეზე ეხლა მე კი დავდე, მაგრამ მე უკვე რომ დავისმოყვა მოუწირო დამეხეოდა და გოლსაც ყולה გამაგავდი და აი ამომერე მაინც. ნუას ცოტა დრო ხონა და მოვიგებთ ეხლა, მაგრამ რადგან თავიდან აღარ თამაშობთ ეს კოჩენი ბალია და რა ვიცი მოჩა ის ხელი დავაი. არ დავიტანეთ, მაგრამ რა ვიცი. ბიჭო, თქვენიცით შემდეგ შეხვედრამდე, შემდეგ let's play-ში აუცილებლად უნდა ვითამაშო ჩემი საყვარელი კომბოთი, ვასპი მოლოტით და შემდეგ შეხვედრამდე.